ღმერთმა დაუწყო ეს ოჯახი სულიერ წინსვლა მინდა უსურვო ამ პატიოსან ოჯახს მინდა რომ უსურვო რომ გზა ხსნილი ქონოდეთ ღვთის საიდებლად სული სასწაულებლად გზა ისედაც ხსნილია გზა ხსნილია იმიტომ რომ მეტაფიზიკურად ქრისტემ გზა გახსნა ჩვენ გწამს ღმერთი მაგრამ ჩვენ მარტო ღმერთი ზოგადად ესე როგორც უპირო აბსოლუტი მიუწვდომელი ტრანსცენდენტული ღმერთი რომელიც არის თავისი ცხოვრებით ცხოვრები მიუწვდომელი გაყინული ოკეანე უპირო აბსოლუტი კი არ გვწამს ჩვენ გვწამს პიროვნება ღმერთი რომელმაც ადამიანის პიროვნებად შექმნა და თვის ხატა და მსგავსად შექმნა ჩვენ გვწამს ღმერთი ქრისტე რომელიც არა მარტო ადამიანის შექმნა პიროვნებად ასევე არამედ თვითონაც პიროვნებაა და ამავე დროს დაინათესავა მოდგმა კაცთა მოვიდა ქრისტე და ჩვენთვის ჯვარს ეცვა განკაცდა პირველ რიგში ანუ განკაცდა და მთელი ადამიანური ბუნება მიიღო გარდაცოდვისა შემდეგ რა თქმა უნდა ის მოვლენები რომლებიც სახარებაში არის აღწერილი ისტორიული მოვლენები ყოველივე მოხდა რაც ნაწინასწარმეტყველები იყო ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში და ყოველივე ასო ახდა ამას იმიტომ ვამბობ რომ რწმენა ჩვენი კონკრეტული არის და არა აბსტრაქტული რა არის რწმენა ბოლოს და ბოლოს და რა არის სულიერობა რწმენა ეს არის ცოცხალი და თავისუფალი კავშირი ადამიანისა ღმერთთან ხას უსვამ ცოცხალი და თავისუფალი კავშირი ანუ ცოცხალი იგულისხმება ის რომ ცოცხალ ღმერთთან ცოცხალი უკვდავი ღმერთთან მისივე ქმნული უკვდავების ცოცხალი კავშირი თავისუფალი რადგანაც თავისუფალია ღმერთის დიდება და თავისუფლად შექმნა ღმერთმა ადამიანი იმიტომ რომ თავისუფალ ღმერთს აბსოლუტურ თავისუფლებას უნდა ქმნული თავისუფლების მიერ თავისი თავისუფალი ნების სწორი და მართალი არჩევანის შედეგად მისი ნებაყოფლობითი დიდება და თაყვანისცემა და მისდამი ქედის მოდრეკა და მისი ნებისადმი მიყოლა ეს უხარია ღმერთს სიხარულევანი სიცოცხლევანი თავისუფალი და ბრძნული კავშირი ღმერთთან და რა თქმა უნდა მოყვასთან ღმერთი და მოყვასი და ადამიანი ღმერთი არის ყოვლის შემოქმედი ყოველგან მყოფი მაგრამ ადამიანისათვის მიუწვდომელი მაგრამ მისაწვდომი იმ საიდუმლოებში რომლებიც ქრისტემ მოგცა ჩვენ 7 საიდუმლო განსაკუთრებით ევქარისტიის საიდუმლო ნათლობის საიდუმლო პირველ რიგში მონათლული და ნაზიარები და მართლმადიდებელი ოჯახში ვართ ჩვენ და რა თქმა უნდა უკვე ნათლობის საიდუმლო კარს ხსნის სხვა საიდუმლოებისაკენ ჯვრისწერა შემდეგ მოდის და რა თქმა უნდა აუცილებელია ზიარების საიდუმლო ხსნის და აი ამ საიდუმლოებებით სიყვარულით და ამ საიდუმლოებში მონაწილეობით ჩვენ ხვდებით თანამონაწილე ჩვენი ცხოვრებისა გამგთობისა ტრანსფორმაციისა თეოზისისა ღმერთთან დიდი მანძილი შემოქმედსა და ადამიანის შორის უზარმაზარი მანძილი შემოქმედსა და ქმნილ შორის მეუფესა და მონას შორის რითი გადაილახება რწმენით სიყვარულითა და სასუება იმედით სიყვარული კი ამათ შორის პავლე მოციქული ამბობს უმაღლესია მაგრამ მოყვასი ჩვენი რომელიც ჩვენს გარშემო უამრავ ადამიანს ხედავთ მოყვასის სახით დაწყებული ჩვენი ოჯახის წევრები დამთავრებული ყველა ადამიანით ხომ ასევე ამ დიდი სამკუთხედის ღმერთი მოყვასი ადამიანის ერთ-ერთი წვერვალი ერთ-ერთი კუთხის ბოლოა და ეს ქვაკუთხედი არ უნდა დაგვეწყდეს მოყვასი უნდა გვიყვარდეს როგორც საკუთარი თავი მაგრამ საკუთარი თავი უნდა გვიყვარდეს როგორც მოყვასი და საკუთარი თავს უნდა ვიტანდეთ და ქრისტიანულად გარდავქმნიდეთ და ღვთისნებით წარმართავდეთ რომ მოყვასი ღირსეულად შევიყვაროთ და არ გვინდოდეს გაკეთება სხვისთვის ისეთი რაღაცა და ჩვენ არ გვინდა რომ გავიკეთოთ რომ არ გვინდა ჩვენ თუ ჩვენი თავი გვიყვარს ჩვენ რომ ჩვენი რამე გავიკეთოთ ასევე ჩვენც არ უნდა გვინდოდეს მოყვასისთვის ხომ გვინდა რომ ჩვენ კარგად მოგვექცეთ თუ კი მოყვასი როგორც ჩვენი თავი გვიყვარება ასევე ჩვენც ისევე მოვექცევით სხვას როგორც ჩვენ გვინდა რომ მოგვექცენ აი ამაშია დიდი სიბრძნე დანარჩენი ყველაფერი რა თქმა უნდა შეგვეწევა ჩვენ უფლისნებით და მინდა ბარაქა უსულო ამ ოჯახს უსურვო წინსვლა უსურვო ღვთის წყალობა უსურვო დიდი წარმატებული გზა ბავშვების ოჯახის ბავშვების დაფთიანება ყოველგვარი სულიერი აღშენებლობა ფიზიკური აღშენებლობა რომელიც ჩვენად გავლოცეთ უსურვო ის უფლის ღვთის ქვეშ ყოფნა რომელიც ასე გვჭირდება ამ ძიმე დროს და უსურვო ყველა ბრძოლაში გამარჯვება წინსვლა და წინსვლა სულიერობაში კი რას გულისხმობს სულიერობაში გულისხმობს იმას რომ ადამიანი ცუდი კარგი ხდება კარგი უკეთესი საუკეთესო ჩინებული წარჩინებული და ასე შემდეგ როცა სულიერობას ვახსენებთ იმას რომ ადამიანი ჯერ სულიერად არის ჯანმრთელი სულიერად არის სიხარულით აღსული წარმატებული იმედიანი მოსიყვარულე შემდეგ ფიზიკურადაც ჯანმრთელი ხდება და ხიულადაც გენერირდება ეს შინაგანი სიკეთე გარეგნულში იმიტომ რომ სულიერობაში იგულისხმება ის რომ ადამიანი სულსა და ჭეშმარიტებაში ცემს თაყვანს ღმერთს და სულიერს აყენებს პირველ იერარქიულ ფასეულობა და შემდეგ მატერიალს რომელიც თუ კი სულიერს ეძებს შედეგად მიეცემა ღმერთმა დაგაცო და გზახსნილი ქონოდა ღვთის სადიდებლად და სულის საცხოვრებლად ამინ